საქმეს რო ვხედავ და შენ საქმესაც რო ვხედავ, იმიტომ გელაპარაკები. ჩემ თვალწინ ხელფეთს უთავ ქალებს, ბიჭო, არ ჩვენია. ხმაური იყო დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მანდატურის სამსახურის თანამშრომლებსა და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს გიორგი ვაშაძეს შორის დაპირისპირება მოხდა. მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი დასრულდა, ფოიეში სხვა პროცესზე დამსწრეებსა და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი, რასაც ვაშაძე შეესწრო. გიორგი ვაშაძე მანდატურებს კითხა, რატომ ურტყამდნენ ქალებს. გიორგი ვაშაძის პროცესზე მოსამართლე ნატო ხუჯაძის გადაწყვეტილებით დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარესა და წევრებს სასამართლო არ დაკითხავს. ვაშაძის წინააღმდეგ აღძრული საქმე სასამართლოს არცებითად განსახილველად გადაეცა. სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს ოცნების საგამოძიებო კომისიაზე არ მისვლის გამო 50,000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. გირაოს არ გადახდის გამო პატიმრობა უკვე შეუფარდეს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს და კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერს ზურა ჯაფარიძეს.